კიდევ ერთი საპროტესტო აქცია და დაპირისპირება თბილისში. ცოტა ხნის წინ ნაციონალური მოძრაობის ოფისთან პარტიის აკრძალვის მოთხოვნით თავისუფალი თაობის წევრებმა გამართეს აქცია. მათ შენობას კვერცხები დაუშინეს, მას შემდეგ რაც პროტესტის მონაწილეებმა შენობასთან მიახლოება სადეს, მათსა და პოლიციელებს შორის დაპირისპირება მოხდა. არსებული ინფორმაციით სამართალდამცველებისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დაკავებულია აქციის 3 წევრი. მათ შორის არის ორგანიზაცია თავისუფალი თაობის ხელმძღვანელი ლადო სადღობელაშვილიც. საინტერესოა ამჯერად ვის დაადანაშაულებს ხელისუფლება პროვოკაციაში. მე კი დაუბრუნდები აქციას, რომელიც რამდენიმე დღის წინ პრემიერ-მინისტრის სახლთან გაიმართა და ასევე დაპირისპირებისა და დაკავებების მიზეზი გახდა. ჩვენ ვართ სახელმწიფო და სახელმწიფო არ დაუშვებს მსგავსი ტიპის პროვოკაციებს და დესტრუქციულ ქმედებას. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ შინაგან საქმეთა სამინისტროს, მინისტრს და პროკურატურას მაქსიმალურად გააკონტროლონ ამ ადამიანების პროვოკაციული ქმედებები. ვინც არ უნდა იყოს ის ქართული ოცნების თუ სხვა ძალის წარმომადგენელი. ამას არ აქვს მნიშვნელობა. ეს არის სახელმწიფო, აქ მოქმედებს მკაცრი კანონები და ყველა უნდა დაემორჩილოს ამ კანონს. ასეთი პასუხი გასცა პრემიერმა აქციას, რომელიც 7 მონაწილის დაკავებით დასრულდა. მართლ გუნდში ისევ ოპოზიციის მიერ დაგეგმილ პროვოკაციებზე საუბრობენ და იგივე ჭრილში განიხილავენ ღარიბაშვილის სახლთან განვითარებულ მოვლენებსაც. არ მგონია, რომ ეს არ იყო იმ კამპანიის და იმ გეგმის ნაწილი, რომელიც ცოტა ხნის წინ შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ გაცხადდა. მგონია, რომ ეს ერთიანი კომპოზიციის ნაწილია, რომელიც დესტრუქციულ ქმედებებს ისახავს მიზნად. შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება იქნება დაცული, მაგრამ კანონის დარღვევის დროს არავის აქვს ინდულგენცია და პრივილეგია. რა ნაწილში დაირღვა კანონი და სად გადის ზღვარი გამოხატვის თავისუფლებასა და დესტრუქციულ ქმედებებს შორის? რატომ დაემთხვა ამჯერად ეს ზღვარი პრემიერ-მინისტრის და მისი მეზობლების სახლის ზღურბლს? უმრავლესობის წევრის ირაკლი სესიაშვილის აზრით, იქ, სადაც პრემიერი ცხოვრობს, სხვა მოქალაქეები ცხოვრობენ და სხვა მოქალაქეების ინტერესების შელახვა არ უნდა მოხდეს. პრემიერი საჯარო პირია, მას თმენის ვალდებულება აქვს, მაგრამ იქ არიან ჩვეულებრივი რიგითი მოქალაქეები, რომლებიც იქ ცხოვრობენ. ამაზე საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი გრიგოლ ვაშაძეც საუბრობს. ამიერიდან შეკრების და სიტყვის თავისუფლების კონსტიტუციური უფლება შეზღუდულია მეზობლების მიერ. მეზობლებს საბჭოთა კავშირში კგბ-შნიკებს ეძახდნენ. ყველა პოლიციელს, რომ ერთდროულად დაუჯდა ვიდეოკამერაში ბატარეა, პრობლემა არ არის. პრობლემა ის არის, რომ ამ ხელისუფლებას დაუჯდა ბატარეა და ფასის გადახდა სახელმწიფოს და მოქალაქეებს მოუწევთ. პრემიერის სახლთან გამართულ აქციას უმცირესობის წევრი გივი თარგამაძეც გამოეხმაურა, რომელიც ირაკლი ღარიბაშვილის მეზობლად ცხოვრობს და ამავე ადგილზე მის საწინააღმდეგოდ გამართული გამოსვლების მოწმეც არის. თუმცა მაშინ აქციის მონაწილეებისთვის ხელი არავის შეუშლია. როდესაც ჩემი მხდალი მეზობელი თავად არაერთჯერადად უკეთებდა ინიცირებას ჩემს კორპუსთან თანასოფლელ ტიტუშკათა აქციებს, თქვენ ქუჩის მაცხოვრებლებზე რატომ არ ზრუნავდით? ან სულაც ჩვენი ხელისუფლების დროს, როდესაც ჩემი კორპუსის წინ თქვენი ოპოზიცია მართავდა ხოლმე აქციებს, რომლების დროსაც არც ერთი პოლიციელი ახლოსაც კი არ მოდიოდა ექსცესების თავიდან ასაცილებლად, რად არ გამოხატავდით შეშფოთებას? აქცია გივი თარგამაძის სახლთან წელს 10 თებერვალს გაიმართა. მე შეგახსენებთ, რომ პროტესტის ორგანიზატორი ახალგაზრდული ცენტრი იყო. გამოსვლამ ექსცესების და პოლიციის გარეშე ჩაიარა. გივი თარგამაძე, ჩვენ ცოტა ხანში პირდაპირ ეთერში ჩაგვერთვება, მაგრამ მანამდე გადავალ გადაცემის სტუმრებთან. სტუდიაში დღეს იმყოფებიან პრემიერ-მინისტრის სახლთან გამართული აქციის ორგანიზატორები და მონაწილეები, მათ შორის რამდენიმე პირი, რომელიც პოლიციამ დააკავა. და სტუდიის მეორე ფლანგი უკავიათ იმ ადამიანებს, რომლებმაც რამდენიმე დღის წინ საქალაქო სასამართლოსთან გამართეს აქცია მართლმსაჯულების მოთხოვნით, იმ დროს, როდესაც იქ ბაჩო ახალაიას პროცესი მიმდინარეობდა. მე დავიწყებ
მარცხენა ფლანგით, ჩემთვის მარცხენა ფლანგით, სადაც იმყოფებიან ის ადამიანები, რომლებმაც პრემიერ-მინისტრის სახლთან გამართეს აქცია. ნინო, თქვენგან დავიწყებ. მე პირველი შეკითხვა თქვენთან მექნება, როგორც აქციის მონაწილესთან, თქვენ ამ აქციაში მონაწილეობას იღებდით და ითხოვდით იმას, რომ არ მოხდეს ზეწოლა ბაჩო ახალაიას მოსამართლეზე, რომელიც განიხილავს ბაჩო ახალაიას საქმეს. რა მოხდა იქ ადგილზე, რომ გითხრათ, თქვენ როგორც მოწმე და როგორც აქციის მონაწილემ, რატომ გადაიზარდა მშვიდობიანი აქცია დაპირისპირებაში? მოგესალმებით, გიორგი, მე ვიმყოფებოდი იქ, იმიტომ რომ როდესაც არის საფუძვლიანი ეჭვი მასთან დაკავშირებით, რომ სასამართლოზე შეიძლება განხორციელდეს ზეწოლა და ამის ყველა საფუძველი არსებობს. თუ გავითვალისწინებთ იმ ვითარებას, რაც ბოლო პერიოდში განვითარდა საქართველოში, ჩემი აზრით, ყველა მოქალაქის ვალი არის, რომ მივიდეს და დააფიქსიროს თავისი პოზიცია. თუ კი თავის ქვეყანაზე გული შეტკივა. ჩვენ მივედით იმ მომენტში, როდესაც უკვე არეულობა იწყებოდა, როგორც აღმოჩნდა გავაჩერე იმ ადგილზე მანქანა, სადაც თურმე პრემიერი აპარკინგებს. ამასთან დაკავშირებით პოლიცია გამოხატა თავისი აზრით ძალიან აგრესიულად. რადგან ჩემმა მეუღლემ უპასუხა, რომ ეს აბსოლუტურად არ ჯდებოდა არანაირ სტანდარტში და მაყურებელს ვეთქვი, რომ თქვენი მეუღლე ერთ-ერთი დაკავებული იყო საბოლოოდ. არ ჯდებოდა სტანდარტში, არც ესეთი მოპყრობა, არც ესეთი მითითებები, უბრალოდ ფიზიკურად არ არსებობდა საშუალება კიდე რომ მანქანა იქიდან გამოყვანა, იმიტომ რომ იქ იყო საკმაოდ დიდი რაოდენობის ხალხი. და ვუთხარით, რომ ეს იყო ისეთი ვითარება, სადაც სიტი პარკი შეიძლება ჩარეულიყო, მაგრამ პოლიციას ნამდვილად არ ჰქონდა უფლება, რომ მithumetes ესეთი აგრესიული მოწოდებები განეხორციელებინა. თქვენ როგორც მოწმე ამბობთ, რომ პროვოკაციას იქ არანაირი ადგილი არ ჰქონია და რეალურად დაპირისპირების მიზეზი თვითონ პოლიცია გახდა? როდესაც მივედით, უკვე დაპირისპირება დაწყებული იყო და ჩვენ დავინახეთ ის პროვოკატორები, რომლებიც ცდილობდნენ არეულობის შემოტანას, მაგრამ ჩვენთან მიმართებაში აშკარად მოხდა ფაქტი, რომ პოლიციამ დაგვიმახსოვრა ჩვენ ძალიან კარგად, ესე ვთქვათ, და შემდეგ, როდესაც ჩემმა მეუღლემ დაიძახა მხოლოდ ჰაკიმ ფაშა. მეტი არაფერი, 5 პოლიციელი ჰაერში ეცა, ესე ვთქვათ, ძალიან უხეშად რომ გამოხატა, დააგდეს მიწაზე, არ მიმიშვეს ახლოს, ცემეს, ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. მე ვიხვეწებოდი, რომ მე არ ვიცი გინება, მაგრამ ჩათვალეთ, რომ თუ ეს გინებაა და თუ ეს შეურაცხყოფაა ვინმესი, მაშინ მეც უნდა დამაკაოთ. ძალიან უხეშად მომიციტეს თავიდან ხელი მკრეს და წაიყვანეს ჩემი მეუღლე, ნაცემი. არ მითხრეს ძალიან დიდი ხნის განმავლობაში სად იმყოფებოდა ის, როდესაც დავაპირე მანქანის გამოყვანა, ფაქტობრივად კორდონი შექმნეს ამ მანქანის გარშემო და არ მეუბნეოდნენ რას აპირებენ. დაახლოებით საათნახევრის მერე გაირკვა, რომ სიტი პარკის ევაკუატორი გამოიძახეს, მაგრამ მანამდე ერთ-ერთი პოლიციელი ძალიან აგრესიულად უთხოვდა, რომ გასაღები მისთვის გადამეცა. მე ვთხარი, რომ მე ვარ იურისტი და მე არ ვაპირებდი გასაღების მისთვის გადაცემას. ამის შემდეგ აბსოლუტურად შეიცვალეს დამოკიდებულება და უკვე ცოტა ზრდილობიანად დაიწყეს მომართვა და მითხრეს, რომ მქონდა არჩევანი გადამეცა მათთვის გასაღები ან ევაკუატორით წაეყვანათ მანქანა. უკვე საკმაოდ დიდი დრო იყო გასული აი ესეთი შემოთავაზებიდან და უთხარი, რადგან ევაკუატორი უკვე გამოძახებული ყავთ, მე მირჩევნია, რომ წაიყვანოს მანქანა ევაკუატორმა, რადგან მე თქვენ არ გენდობით. გასაგებია. ერთი კომენტარი მაქვს, გიორგი, თუ შეიძლება, მე მაქვს კონკრეტული, არ ვიცი, ეს ჩემი აზრი არის, რომ არასწორად გაშუქდა. იმიტომ რომ საუბარი იყო ერთ კონკრეტულ ვიწრო პოლიტიკურ კონტექსტზე, იქ საუბარი იყო, რომ აქცია ჩატარდა ნაციონალური მოძრაობის წევრების, ბაჩო ახალაიას მხარდაჭერების ორგანიზებით, ნათესავების და ახლობლების მიერ, რასაც არ ვეთანხმები, იმიტომ რომ მე არც ნაციონალური მოძრაობის წევრი ვარ, არც პარტიის წევრი ვარ, არც ნათესავი ვარ ბაჩო ახალაიას. სასამართლოს დამოუკიდებლობას. როდესაც სასამართლოს დამოუკიდებლობას ეხება საქმე, იქ საქართველოს ბედი წყდება და აი ამ კონტექსტში უნდა გასაგებია, დიდი მადლობა. სასამართლოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით, აი ამ ადამიანებმაც გამართეს რამდენიმე დღის წინ აქცია, თქვენ მოგმართავთ, ბატონ თარხან, თქვენ იყავით იმ აქციის მონაწილე, რომელიც სასამართლოს შენობასთან გაიმართა, აგრეთვე მართლმსაჯულების მოთხოვნით, შეიძლება ითქვას, რომ მოთხოვნები მსგავსია, თუმცა აქ არის ერთი მოთხოვნები კი მსგავსი. მაგრამ აქ არის კიდევ ერთი დეტალი. რაღაცა კი ბატონო, ამაზე ვისაუბროთ, მაგრამ საინტერესოა ის დეტალიც, რომ სასამართლოს შენობასთან აკრძალულია აქციის გამართვა, თუმცა თქვენთვის ხელი მიუხედავად ამისა არავის შეუშლია. მაშინ რატომ არ ჩაატარეს თქვენი აზრით ამ ადამიანებმა მშვიდობიანად დაპირისპირებების გარეშე აქცია? ისიც რა შეა საქმე, ამ ქალბატონმა ისაუბრა ეხა
თემაზე რომ დაგვარბიეს, ხო? ესეთი დარბევები დარწმუნებული ვარ მე რომ 3-4 წლის განმავლობაში მე, როდესაც მუდამ ოპოზიციაში ვიყავით, ვანხორციელებდი თქვენსავით აქციებს. ეს იქნებოდა ბევრად უფრო კატასტროფული შედეგების მომტანი და ეს თქვენი მონაყოლი არის, ასე ვთქვათ, კამფეტი იმასთან შედარებით, რას მიშვებოდნენ მე მაგალითად აქციებს. და რატომ გიკვირთ ახლა ეს რომ თქვენ შემთხვევით პოლიციამ გამოერთა თუნდაც ის რომ პროვოკაცია მოხდა ხო თქვენ წინააღმდეგ ესე ბრძანებთ თქვენ იდეოლოგია იმ აქციის არანაირად არ გავდა ჩვენსაც კი ჩვენ მოვაწყეთ ანალოგიური აქცია მაგრამ ჩვენ მოვითხოვეთ სამართლიანი სასამართლო და არა კონკრეტული პირის დაშლა მაგრამ თან თუ კანონდარღვევა ხდებოდა წინა პერიოდში ეს რა თქმა უნდა არ ნიშნავს იმას რომ იგივე უნდა განმეორდეს არ ვიზახი რა თქმა უნდა მაგას მაგრამ იცით რა შეასაბ ხშირად ისმის ხოლმე თავისუფალი ზონის წარმომადგენლებისგან ნაციონალებისგან რომ აი თქვენ მთავრობაში ესეთი რაღაცები ხდება ჩვენი მთავრობა ნამდვილად არ არის ეს მთავრობა ჩვენ კი დავეხმარეთ ამ მთავრობას მოყვანაში და ის კი გავაკეთეთ რომ მიწაში ჩავდეთ წინა მთავრობა და ჯერ წინარიან მიწასაც დავაყრით და დავტკეპნით კიდევაც დიდი სიამოვნებით მადლობა ჩვენ ახლა პირდაპირ ჩართვები გველის წინ და შემდეგ უკვე დაუბრუნდებით ისევ სტუმრებს ჩვენი პირველი სტუმარი იქნება გივით არგამაძე რომელზეც მე უკვე ვისაუბრე ის მოწმე იყო ამ აქციის რომელიც პრემიერ-მინისტრის სახლთან გაიმართა ვინაიდან ისიც ერთ-ერთი მეზობელია და ისიც შეწუხდა ალბათ ამ აქციით თუმცა გივით არგამაძე არის მოწმე აგრეთვე სხვა აქციების რომელიც მის სახლთან იმართებოდა ბევრად უფრო მშვიდობიანი დასასრულით ბატონ გივი მოგესალმებით დიდი მადლობა რომ ჩვენთან ერთად ხართ მართლგუნდში ამბობენ რომ ეს აქცია პრემიერ-მინისტრის სახლთან გამართული აქცია იმ გეგმის გაგრძელება რომელიც ჯერ კიდევ დიდი ხნის წინ დასახა ნაციონალურმა მოძრაობამ და რომელზეც საუბრობდა შინაგან საქმეთა მინისტრი და შემდეგ პრემიერ-მინისტრი როგორია თქვენი პასუხი თუ აპოკალიფსი ესერბილად წარმოუდგენიათ მაშინ ცდებიან უბრალოდ ეს იყო ჩვეულებრივი საპროტესტო აქცია ჩვეულებრივი მოთხოვნებით ჩვეულებრივად კანონის ჩარჩოებში შეტანილი მე უყურებდი თავიდან ბოლომდე ნამდვილად არც ერთი გადაცემა არ ყოფილა სამ პოლიციამ თვითონ შეგნებულად სრულიად არაურია საქმე თქვენ საუბრობთ რომ პოლიციამ აურია საქმე ხო რა თქმა უნდა ეს ჩანდა ყველანაირად და მეცაც გეტყვით სიტუაცია იმთავითვე არანორმალური იყო იმიტომ რომ ჩემი ასე ვთქვათ შიზოფრენიული მეზობელი თავიდანვე როგორც ჩანს დაკავდა ამ საქმით და პოლიციის მანქანები იყო არა მხოლოდ მთლიანად ჩვენი ქუჩა სავსე არამედ მიმდებარე ქუჩებიც კი და იყო რაღაც უზომო რაოდენობით მომზადებული წინასწარ ეს მანქანები ამიტომ გასაგებია რომ შედეგი ესეთი იყო დაგეგმილი სწორედ მის მიერ იმთავითვე სხვა შორის მინდა უცბათვე გითხრათ რომ აი თქვენთან ბატონი კეპნა ვიყავთ ვეცადა და ის ბრძანებდა რომ რა საშინელ დღეში იყვნენ აქციებზე ჩვენი ხელისუფლების დროს ეს ბატონი იტყუება უბრალოდ იმიტომ რომ გარდა იმისა რომ ამ ხელისუფლების დროს რამოდენიმე აქცია განხორციელდა ამ ქუჩაზე ჩემი სახლის წინ აქვე ამ ქუჩაზე ჩემი სახლის წინ რამოდენიმე აქცია გაცილებით უფრო აგრესიული განხორციელდა ჩვენი ხელისუფლების დროს შეიძლება დამოიღოთ არქივიდან კადრები და ნახოთ რომ არც ერთი პოლიციელი არც ახლოსაც კი არ მოსულა იმ აქციების დროს აქ ადგილზე იმისაც რომ რაიმე ექსცესი არ ყოფილიყო გამოწვეული ბატონ გივი თარხანს რომელზეც თქვენ ახლა საუბრობდით სურდა თქვენთვის რაღაცა თქმა და მე მივცემ მას რეპლიკის საშუალებას მშვიდობიანი აქცია იყო ისიც როდესაც თქვენ გამოყვედით ბატონო გივი და იძახდით რომ აი სულს ამ მოხდით თქვენ ნაძირლებო ზუსტად აი ამ ტონით ეს თემა არის მე მგონი საკმაოდ ვისაც მიმართავდი მე ამ შემთხვევაში ხდებოდა ეს თქვენი სულის ამ როგორ კანონის ფარგლებში ხდებოდა ეს ჩვენ ნახეთ მე ძალიან ბევრჯერ აი მინსკში დაგეგმილი ФСБ გენერლებთან ერთად გადატრიალების ცდილობა ეს ჩვენ ნახეთ რაც შეეხება კიდევ ერთხელ ამბობ მოდით პირდაპირ ანალოგიაზე რო ვისაუბროთ არ გნებავთ ხო ბატონო ჩემი სახლის წინ ჩვენი ხელისუფლების დროს თქვენი ოპოზიციის მიერ იმართებოდა არაერთჯერადად აქციები აგრესიული როდესაც მიღებავდნენ მთელ სადარბაზოს ჩემი მეუღლის მანქანას აკრავდნენ ზედ რაღაცეებს და ასე შემდეგ არც ერთი პოლიციელი ახლოსაც კი არ მოსულა ესეთი აქციები იმართებოდა ვანო ვერაბიჩვილის სახლთან გიგი უგულავას სახლთან გიგა ბოკერიას სახლთან არც ერთხელ ახლოსაც კი არ მისულა არც ერთი პოლიციელი და ეს არის დაცული არქივებში ეს ყველა დიახ ჩვენ ხედავთ ამ კადრებს ამ ხელისუფლების დროს
ჩემი მეზობლის ჰაკიმ პაჟას თანასოფლელი ტიტუშკების მის მიერ ორგანიზებული ჩემს სახლთან ამ ქუჩაზე მისი კორპუსის გვერდით ორი აქცია. ასევე იქცეოდნენ როგორც უნდათ არც ერთ პოლიციელი მათ არ მიკარებია. როგორც კი გითქვა ჰაკიმ პაჟა ნახეთ რა რეაქცია იყო ამაზეა საუბარი. მე უბრალოდ მინდა გითხრათ რომ ორი სიტყვით თქვენ იმ შიზოფრენიას რასაც თქვენ ადევნებთ თვალყურს ტელევიზიით ეს შიზოფრენია ჩემ ქუჩაზე ყვავის ყველაზე მეტად. იმიტომ მე ამას უყურებ ყოველდღიურად და ეს ზვიგენის მიერ ბოძებული ხელისუფლების მომცრო ტვინში ვერ გააზრების შედეგად ჰიპერბოლიზებული სიდიადი ამ პატარა ქუჩაზე აღარ ეტევა. აღარ ეტევა ეს უზარმაზარი კორტეჟი კადიროვის მსგავსი, აღარ ეტევა ეს გაუთავებელი ტექნიკა რომელიც თხრის, ტკეპნის, ასფალტს აგებს, შემდეგ სურნელოვანი ქაფით ურეცხავს წინ ჰაკიმ პაჟას სიმბოლური მანქანა იყო ფერად-ფერადი საპნის ბუშტები ეხატა მუშები გაცილებით დიდი რაოდენობით ვიდრე მიტინგზე იყო იმ დღეს ხალხი ეს ჯერ ისეთი რა თანხებით კეთდება ესეც საინტერესოა და მეორე ერთი აიკლო ეს მთელი ქუჩა ამ ქუჩაზე მეტი მხარდამჭერი ცხოვრობს ქართული ოცნების ნაკლები ნაციონალურ მოძრაობის ერთიანი პოზიციაა რომ ეს ადამიანი არ უნდა ცხოვრობდეს არ ვიცი ან შეუსახლდეს ზებრის უფლებებით თავის პატრონს ან იაროს როგორც პრეზიდენტი თუ დადის დუშეთიდან იაროს დედოფლის წყაროდან ბატონო და ან კიდე გამოსთხოვოს ზვიგენს უფლება და იცხოვროს სადმე რეზიდენციაში ხალხისგან შორს ჩვენთან იმყოფება სტუდიაში სრულიად არანორმალური ვითარება. თუ ვინმე უხნის დისკომფორტს აქ მეზობლებს, ეს არის თავად პრემიერ-მინისტრი. ბატონი ვაჟა ოთარაშვილი მწერალი იმყოფება ჩვენთან სტუდიაში და მას აქვს ჩვენთან შეკითხვა ან რეპლიკა. როგორი სამარცხვინოა, როცა წინა ხელისუფლების ნეობოლშევიკური ერთ-ერთი ელემენტი ლაპარაკობს, როცა 2007 წლის ზაფხულში 300 ნიღბიანი მაჩავლის ქუჩაზე მწერალთა კავშირის შენობაში შევარდა დაამტვრიდა წიციანტაბიძის გალაქტიონის ვაჟა-ფშაველას აკაკი წერეთლის ნივთები და დალეწა ეს უნიკალური ფიროსმანის და გუდიაშვილის ნახატები სარაჯიშვილისეული მთელი ავეჯი და მთელი ეს ეროვნული ამხელა საგანძური და ეროვნული მემკვიდრეობა ჩვენი კულტურული მემკვიდრეობა როგორ შეიძლება თქვენი ლაპარაკოთ ამის შემდეგ როდესაც დაარბიეთ ლიტერატურული საქართველოს რედაქცია უნიკალური ისტორიული ძეგლი დაარბიეთ თქვენ ეს ლაპარაკობთ ეხლა მართლა გინდა თუ ქართველ ხალხს ამნეზია გონიათ და აღარ ახსოვთ ვინ იყავით საიდან მოხვედით რა მენტალიტეტის ბრძანდებით თუ ჩვენ გონია რომ ეს 7 წლის წინანდელი და 8 წლის წინანდელი პერიოდი აღარ გვახსოვს ან 7 ნოემბერი აღარ გვახსოვს ან 26 მაისი არ გვახსოვს როცა ეს ყველაფერი მთელი საქართველოს თვალწინ ხდებოდა და დღეს რაღაც ორ კაცზე რო ლაპარაკობ მთელი საქართველოს მთელი რუსთაველის პროსპექტის სისხლით აავსეთ და ბურჯანაძე აგერ სახელმწიფო პრემიის ლაურეატი ბრწყინვალე ხელოვანი ესე იგი ცემით მოკალით აგერ იმის მერე მადლობა ბატონო ვაჟა მადლობა გასაგებია შეიძლება თქვენ ხმა მოიგოთ საერთოდ ბატონო გივი რატო არ დაიქცევა ეს ქვეყანა ამ ხელისუფლების დანაშაული ისაა რომ თქვენ არ გაგასამართლეთ თქვენ არ გაგასამართლეთ აქამდე იურგენის პროცესი არ მოგიწყოთ ეროვნულ ნაციონალურ ისმენთ ბატონო გივი აი მაშია საქმე რომ თქვენაირები ლაპარაკობენ დღეს ვიცის ხმწოდით ამდენი ხანი ქართველებს თქვენ რა უფლებით ლაპარაკობთ მადლობა ბატონო ვაჟა მოусმინოთ რას გიპასუხებთ ბატონო გივი გისმენთ ბატონო გივი ნუ ეხლა თვისობრივად რა უნდა უპასუხო ნეობოლშევიკის მეძახს ადამიანი რომელიც მოქმედი ბოლშევიკი არის ნინო ბურჯანაძის მხარდამჭერია იმ ადამიანის რომელიც პარად სიბარებდა პუტინთან ერთად და ეხლა თქვენ და კი აი თქვენი მთელი ეს ჯგუფი ინაშვილის თამადობით რომელიც იყო მიბრძანებული იქ სასამართლოსთან გამოხატავს დღეს ერთ-ერთი ძალის რუსების ინტერესებს ეს არის ცნობილი სწორედ მათ მიმართავდი მე როდესაც ეს ცნობილი სულ სამოხდით თქვი კიდევ ერთხელ გავიმეორებ მე ვთქვი რომ არ დაუშვებთ რევანშს არ დაუშვებთ რუსთაველზე რუსული დროშების ფრიალს და დავიცავთ რუსთაველსაც ქალაქსაც და ქვეყანას ბატონო გივი იგივე პირობებში ვარ ჩვენ და დავიცვათ მადლობა ბატონო ვაჟა საქართველოს კიდევ ერთხელ აი ამ პროგრესული ძალების ბატონო ვაჟა ვინაიდან მიკროფონი გათშულია უკვე რომ გავაგზავნოთ საუბარი ბატონო გივი არ დაუშვებთ რევანშს თქვენ თქვით როდესაც ხელისუფლება საუბრობს იმაზე რომ ეს არის დიდი გეგმის ნაწილი, რომელსაც თითქოს ახორციელებს ნაციონალური მოძრაობა და ამის მიზანი თითქოს არის ქვეყანაში დესტაბილიზაციის გამოწვევა. ელით თუ არა თქვენ დაჭერების და დაკავებების ახალ სერიას თქვენს თანაგუნდელებს შორის? ვერ გეტყვით, უბრალოდ არის ერთადერთი რაც არის ნათელი, რომ ხელისუფლებას რომელიც არაფერი არ აქვს სათქმელი ხალხისთვის საერთოდ ის იგონებს ესე ზღაპრებს, იგონებს უპირატესად
საწყალი შინაგან საქმეთა მინისტრის პირით მას ახმოვანებინებენ. უბრალოდ ელემენტარულად იდიოტიზმია, ხო, როდესაც შინაგან საქმეთა მინისტრი ამას მესამედ რაღაცა ხილვას ახმოვანებს და არც ერთი მტკიცებულება ამისი არ აქვს. ამიტომ ბუნებრივია ეს არის გამოგონილი ისტორიები იმისათვის, რომ საკუთარი უნიათობა გადაფარონ, მაგრამ უფრო შორს მიდის კიდე ეს ყველაფერი ამ იგივე მოტივით პრემიერ-მინისტრი, რომელიც ჩვეული ქართული პოლიტიკური ინდივიდუალური გამოთქმებისგან მესამე პირში საკუთარ თავზე ამაზეც უფრო შორს წავიდა. საკუთარ თავს მოიხსენიებს სიტყვით ჩვენ და აიგივებს სახელმწიფოსთან და მის სახთან გამართულ აქციაზე იძახის, რომ ის არ დაუშვებს ქვეყანაში მსგავს დესტაბილიზაციას. რას ნიშნავს არ დაუშვებს? ეს არის ელემენტარული სიტყვის თავისუფლების გამოხატვის თავისუფლების უფლება თითოეული ადამიანის როგორ არ დაუშვებს მაგასაც ვნახავთ. ბატონო გივი, თქვენმა თანაგუნდელმა გიგაბოკერიამ განაცხადა ასეთი რამ, თავისუფალი პროტესტის აღკვეთა ამ ზომით და ჩახშობის მცდელობა კი არ აჩერებს ამ პროტესტს, არამედ აათმაგებს ამ პროტესტს. თქვენ ფიქრობთ, რომ მოსალოდნელია პროტესტის გაათმაგება და თუ კი რა ფორმით შეიძლება ის გაგრძელდეს? ყველა იმ რეალობის გათვალისწინებით, თქვათ იგივე იმისი, რომ რაღაც განცხადებით გამოგონილი ორგანოს განცხადებით უსაფრთხოების საბჭოსი თქვათ აქტიურებენ პოლიტიკას და შემდგომ ამ გააქტიურებულ პოლიტიკაში თავად ისო ზურა აბაშიძე ელჩებს ხდება და ყარასინი მას აძლევს მითითებებს დღეს კიდე რა თქმა უნდა ეს პროტესტი გაათმაგდება და გაასმაგდება კიდევაც და ვერანაირი თითისხმევა უსახური ადამიანის და ვერანაირი მანჭვა და გაჯგიმვა იქამდე სანამ უკუღმა არ გადაწყდება ამ პროცესს ვერ გააჩერებს ბუნებრივია და არ დაუშვებს კიდე ერთხელ ამბობ ნახოთ როგორ არ დაუშვებს დიდი მადლობა ბატონო გივი მე გთხოვთ დარჩეთ ჩვენთან ერთად ვინაიდან თქვენ ბოლოში რეპლიკის საშუალება გექნება ჩვენ ახლა ეკა ბესელია ჩაგვერთვება მართველი გუნდიდან და შემდეგ უკვე დაუბრუნდებით სტუმრებს თუმცა ეკა ბესელიას დაველოდებით ცოტა ხნით ამიტომ ჩვენ გადმოვდივართ ისევ ჩვენ სტუმრებთან ბატონ გიორგი ლომიასთან მექნება მე შეკითხვა თქვენ როდესაც მართლმსაჯულებას ითხოვთ სწორედ ამ მოთხოვნით გამართეთ თქვენ აქცია სასამართლოსთან ამავე დროს პარალელურად ითხოვდით ახალაიას დასჯას. თუ ეს ასე არ იქნება, ამას მოყვება დიდი ვნებათა ღელვა. ასე ითქვა აქციაზე, არა თქვენს მიერ, არამედ რამდენიმე მონაწილის მიერ. რას ითხოვთ მართლმსაჯულებას, თუ ახალაიას დასჯას და რას გულისხმობთ დიდ ვნებათა ღელვაში? მე მინდა რომ სწორად იყოს გაგებული ჩვენი აქცია, ეს იყო შემახსენებელი აქცია. ჩვენ უბრალოდ შევახსენეთ ხალხს თუ ვინ არიან ეს ადამიანები. ანუ ეს არ იყო აქცია, ჩვენ არაფერს არ ვითხოვდით. ჩვენ შევახსენეთ ხალხს ვინ არის ეს თქვენ კარგად გახსოვთ რომ ეს იყო წითელი ხელთათმანების აქცია. არ ფიქრობთ რომ ამ შემთხვევაში ეს სასამართლოზე გარკვეული ზეწოა და ამიტომაც არის აკრძალული სასამართლოს შენობასთან მსგავსი აქციების გამართვა. ჩვენ სასამართლოს ტერიტორიაზე არ გაგვიმართავს აქცია, ეს ერთი ჩვენ სასამართლოს ტერიტორიაზე შევედით, დავარწით წრე, ასე ვთქვათ, ჩუმად შევედით, კი ბატონო. დავარწით, ანუ ერთი წუთი გავჩერდით, დუმილით მივაგეთ თქვათ იმ ხსოვნას, დაღუპული ბიჭების ხსოვნა, გავიხსენეთ და გამოვედით. თქვენ თვლით რომ კანონი არც დაგირღვევიათ? ჩვენ თვლით რომ ჩვენ კანონი არ დაგვირღვევიათ. თუ დავარღვიეთ კანონი, პასუხსაც ვაგებთ. მაგრამ რაც შეეხება ჩვენ აქციას და იმ ბატონების აქციას, ანუ სხვაობა რაშია? სხვაობა იმაშია, რომ ისინი ითხოვდნენ, რომ გამართლდნენ ის ადამიანები, ვინც დღეს უნდა დაისაჯოს და ჩვენ არ ვითხოვდით არაფერს, ჩვენ უბრალოდ შევახსენეთ ხალხს, ვინ არიან ის ადამიანები. და რაც შეეხება ახლა ბატონი გივი რასაც ამბობდა აქციები და ანალოგიები გავატაროთ, გავიხსენოთ ჩვენ 2005 წელი მაგალითად ეკლესიაში როგორ შევარდა სპეცნაზი, გავიხსენოთ 2007 წელი 7 ნოემბერი, როდესაც მისდევდნენ ხალხს, დღეს ასეთი რამე არ მომხდარა, ხო ასე, დღეს პოლიციას არ უდევნია ხალხი და არავის საბოლოოდ როგორც დასრულდა ის აქცია, პრემიერის სახთან გამართული აქცია, თქვენ ამართლებთ ასეთ დასასრულს? არა, მე საერთოდ აქციების მომხრე ნორმალურ სახელმწიფოში აქციები არ უნდა იმართებოდეს, რა თქმა უნდა. მაგრამ ჩვენ სახელმწიფოში ალბათ ამის გარეშე გამორიცხულია ცხოვრება. ვინაიდან ახლა პრემიერთან გამართონ აქცია მხოლოდ იმის გამო, რომ არ გასამართლეს, თქვა ბაჩუ ახალაია,
ჯერ ეს სასამართლოს პრეროგატივაა. ხო, და არა პრემიერის, მაგრამ რომ მართავ აქციას საპასუხოდ იმისა, რომ ჩვენ გავმართეთ, ჯერ ჩვენ არა ვართ ხელისუფლების პარტია, ჩვენ ვართ ცალკე პარტია და მალე მოვალთ ხელისუფლებაში, ამის იმედი აქვს ხალხს და რაც შეეხება ახლა კიდევ ერთხელ გეუბნებით ჩვენ აქციას, ეს იყო მხოლოდ შემახსენებელი აქცია. და თქვენ თვლით, რომ ნორმალურ ქვეყანაში აქციები არ უნდა იმართებოდეს. თუმცა ჩვენ ხედავთ დასავლეთის მოცინაურ ქვეყნებს, სადაც ნორმალურ ქვეყანაში აქციას არ უნდა ქონდეს სისტემატური ხასიათი და ჩვენთან როგორც წესი თუ გავმართეთ აქცია ჩვენ საპასუხოდ მართავს აქციას წითელი ზღვის მწვანე ზონა და ასე შემდეგ. დიდი მადლობა ბატონ გია. ბატონი რომეო საჯაია იმყოფება ჩვენთან ერთად ადამიანი რომელიც დააკავეს იყო იმ დააკავებულთა შორის რომელიც საბოლოოდ საპატიმროში მოხდა დროებით. ამ აქციის შემდეგ თქვენ იყავით იმ ფაქტის მოწმე, რაზეც საუბრობდა აქციის რამდენიმე მონაწილე, რომ იქ იყვნენ სპეციალურად ასე ვთქვათ ჩანერგილი პროვოკატორები, რომლებმაც აურიეს საბოლოოდ სიტუაცია და შემდეგ ჩაერთო უკვე საქმეში პოლიცია. სანამ მე უშუალოდ ამ აქციაზე გადავიდოდი, მინდა გამოვეხმაურო ბატონი თარხან გასვიანის კომენტარს. ეს ადამიანები მოვიდნენ სასამართლო პროცესზე ბაჩვახალაიასი და ითხოვდნენ სასამართლოსგან, რომ ბაჩვახალაი უნდა დაისაჯოს. არ ვითხოვდნენ. ანუ იქ იყო პლაკატები, შეძახილები, ან სასამართლო პროცესზე ეს ეზოში მოხდა და ასე იყო. მე მინდა ყველა შევახსენო, რომ ისინი ამბობენ, რომ ისინი არ ითხოვდნენ, თუმცა წინააღმდეგი არ არიან, რომ ბაჩვახალაია ისინი ითხოვენ იმას, რომ თითქოს და ბაჩვახალაია დამნაშავეა, მიაჩნიათ ასე და უნდა დაისაჯოს. მე უბრალოდ მინდა ვინ ითხოვს ბაჩვახალაის დასჯას. მე მინდა ეს საზოგადო ბატონი თარხანი ვინ არის? ბატონი თარხანი მე უპიროვნულ შეურაცხყოფას არ მინდა და სადაც ჩემი კომპეტენცია ეს არ არის, უბრალოდ წარსულზე შემიძლია ვილაპარაკო, ვინაიდან ვიცი იმის წარსულზე მიწერია, ეს ადამიანი ყოფილი კრიმინალი, რომელიც იყო ნარკოდამოკიდებული, მინდა გითხრათ რომ მამამისი თორნიკე გასვიანი შემოწმებული იქნა ნარკოტიკულ ტესტზე, რომელსაც ამოვარდა ნარკოტიკული საშუალება და გარიცხეს ნაციონალური მოძრაობიდან. ამის შემდეგ ამ ადამიანმა დაიწყეს ნარკოტიკული საშუალებების მიღება, მოხმარება და ძალიან კეთვით ვინ არის ეს ადამიანი? მამაზე რატო საუბრობთ ამ შემთხვევაში? ზოგადად გეუბნებით ვინ არის ეს ადამიანი? და ზოგადად მე გეტყვი ძალიან სამწუხარო ფაქტს ვიტყვი, ეთქობა შეიძლება ტრაგედია ეს ოჯახის, მაგრამ არ უნდა ვთქვა, სწორედ ნარკოტიკული საშუალების თრობის დროს ბებია მისი მოკლეს სახლში. მისმა ბიძა. ბიძა, ეს არის ფაქტი. ეს ადამიანები თამარაშვილის ქუჩაზე, რა ფაქტებია საუბარი? ეს ადამიანები ცხოვრობენ თამარაშვილის ქუჩაზე, მეორე სართულს, საიდან ნარკოტიკებს ყიდნენ და აგდებდნენ, ნარკომანები მოდიოდნენ. სწორედ ეს ადამიანები ითხოვენ დღეს იმ ადამიანების დასჯას, რომელიც კრიმინალებს ებრძოდა. რაც შეიძლება აქციას. ძალიან სერიოზული ბრალდებაა და მე რა თქმა უნდა თარხანს უნდა მივცეთ პასუხის საშუალება. ძალიან ადვილია ამის გადამოწმება. ეს ინფორმაცია მომაწოდეს, მაქვს ეს ინფორმაცია, ტექსტი მაქვს, რომელიც საიდან მოიპოვეთ ეს ინფორმაცია? და სად შეიძლება ამ ინფორმაციის გადამოწმება? იმიტომ რომ ეს ძალიან სერიოზული ბრალდებაა. ხო, დავსადე მე მოგცემ თქვენ სიტყვას. ეს ადამიანი სუსტან თანამშრომლობა. ამ ადამიანის სატელეფონო კავშირები რომ ამოვიღოთ, ამზები რომ ამოვიღოთ, ტელეფონის ნომრებს ნახავთ, რომ დღე-და-ღამე კონტაქტთან არიან სუსტან. ძალიან მარტივ გადამოწმება. ძალიან სერიოზული ბრალდებაა და მე აუცილებლად თარხანს უნდა მივცეთ პასუხის საშუალება. ისა, ბატონო გიორგი, არ დამისრულია. თარხანმა გიპასუხოთ, იმიტომ რომ ძალიან სერიოზული ბრალდება გაისმართ სტუდიაში და შემდეგ დაგიბრუნდებით. თარხან გისმენთ. ხო მისცემენ 20 ლარს, ალბათ ამას 40 ლარს მისცემენ, იმდენი მოიგონა და გისმენთ თარხან. მაგრამ მე გთხოვთ რომ თანახმა შემოწმება წავიყვანო ნარკოტიკურზე, შემის გრეშე შევამოწმოთ. ანდრეებს იგონებ რა ბიძა ჩემმა ბებია ჩემი მოგლა. ბატონო თარხან გიპასუხეთ და ნუ გავსებდებით შემდეგ ხელს. რო არ იყო ტრანსიზამიზე არ გამოყვიდეთ მდგომარეობით გთხოვთ მოусმინოთ თარხანს და ფეხები დაკიდებ ეგრე რო არის შენის ბიჭია და ხალხალაია სანეცა თენგური როცა არ გინდათ პასუხით უპასუხეთ გთხოვთ მიეცით თქვენს თანამშრომლები და აგენტები თქვენ ხულელები 10 თვის ბავშვი ბოკარი როგორ იღეთ ხმა რა მოიღოთ ბავშვი კარგი, ხოთქორეკულად მეიზულებული გავხდები დაცვას დაუზახო. მეიზულებული გავხდები დაცვას დაუზახო.
ისე გამოგუს აი, ვისთან იღებენ სურათებს? აი, ვინები არიან? აი, ვისთან იღებენ სურათებს? არ მინდა და შენ ზულაპარაკი, მაგრამ შენ არ დავდება. ომე ვთხოვთ, ასე ბრალდებს არ მოვა. კარგი, ვთხოვთ. ბოდიშურთი მაყურებელს იმ სიტუაციისთვის, რომელიც სტუდიაში შეიქმნა, ჩვენ გავალთ რეკლამაზე და თუ მოხერხდება სიტუაციის დამშვიდობა, დავბრუნდებით რამდენიმე წუთში.